უკრაინული თავდასხმების შემდეგ რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა. ეს კი რუსეთში არსებული საწვავის მწვავე კრიზისის ფონზე ხდება. ომსკის ქარხანა საზღვრიდან დაახლოებით 3000 კილომეტრითაა მოშორებული. ეს იყო კიევის ერთ-ერთი ყველაზე შორი მანძილიდან განხორციელებული თავდასხმა მთელი ომის განმავლობაში. ჩვენ გავძლებთ მოსკოვი დაეცემა ჭიებს წინ გრძელი ღამე აქვთ. დაწერა უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა მატიარ ბროუდმა. ნუ თუ მართლა სწორად მიგაჩნიათ ნატოს მიღმა დატოვოთ ქვეყანა და ხალხი თავდაცვის უნარიანობის ასეთი დონით, ასე მიმართა ზელენსკიმ ნატოს სამი ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერებს. მან სიტყვით გამოსვლაში უკრაინის თავდაცვის უნარიანობის წარმატებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეძლეს რუსეთის ტერიტორიულ სიღრმემდე მიეღწიათ. უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი დავით კუქჩიშვილი რუსთავში დაკრძალეს. მის ხსოვნას პატივი მიაგეს უკრაინის საელჩოს წარმომადგენლებმაც. დავით კუქჩიშვილი ბრძოლის ველზე 26 ივნისს დაეცა, ის საქართველოში 3 ივლისს ჩამოასვენეს. შენგენის ზონაში თვითმფრინავის მგზავრებს კიდევ ერთი უფასო ხელბარგის წაღება შეეძლებათ. გადაწყვეტილება ევროპარლამენტმა დღეს მიიღო. განახლებული წესების მიხედვით თუ რეისი სულ მცირე 3 საათით დააგვიანდება, მგზავრებს ფინანსური კომპენსაციის მიღების უფლებაც ექნებათ. მგზავრებს აღარ ჩამოეჭრებათ დამატებითი საფასური სახელის ორთოგრაფიული შეცდომების შესასწორებლად.